ალექსეი ნავალნის გარდაცვალების საქმის ობიექტურ გამოძიებას ითხოვენ გაერო ევროკავშირი და მსოფლიო ლიდერები, რომლებიც რუსი ოპოზიციონერის სიკვდილზე პასუხისმგებლობას ვლადიმერ პუტინს აკისრებენ. დღეს ისევე როგორც გუშინ არაერთი მწვავე შეფასება გაკეთდა მომხდართან დაკავშირებით. დღესვე ცნობილი გახდა, რომ არავინ იცის ალექსეი ნავალნის ცხედრის ადგილსამყოფელი. რუსი ოპოზიციონერის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა. ალექსეი ნავალნი იამალის ნახევარკუნძულზე მდებარე კოლონიის სადამსჯელო იზოლატორში გარდაიცვალა. პუტინის ხელისუფლებამ ის 2021 წელს აკავა და მას შემდეგ პატიმრობაში იმყოფებოდა. ალექსეი ნავალნი მოკლულია. მისი სიკვდილი დადგა 16 თებერვალს 14 საათსა და 17 წუთზე. როგორც ეს ოფიციალურ შეტყობინებაშია ნათქვამი, რომელიც ალექსეის დედას გადაეცა. Am ინფორმაციას რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის პრესმდივანი ავრცელებს. თუმცა ამ განცხადების მიუხედავად, მაინც უცნობია ამ დროისთვის სად არის ნავალნის ცხედარი. რამდენიმე საათის წინ კი რა იერმიში ამბობდა, რომ ნავალნის ცხედარი სალიხარდში იყო და მას კვლევებს უტარებდნენ. მოგვიანებით განაცხადა, რომ ცხედარი მორგში არ არის. იერმიში წერს, რომ ნავალნის ადვოკატსა და დედას მორგი დაკეტილი დახვდათ. Დანამდვილებით ვიცით, რომ ეს არ იყო უბრალოდ სიკვდილი, ეს იყო მკვლელობა. Კვალის დაფარვას ცდილობენ, ამიტომ არ აძლევენ ცხედარს მის ოჯახს და ამიტომ უმალავენ. ახლა ჩვენ არ გვაქვს ცუდობა ცხედარზე და ზუსტად არ ვიცით სად არის ის. ჩვენ მოვითხოვთ, რომ რუსეთის ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ გადასცეს ალექსეის ცხედარი მის ოჯახს. ვფიქრობ, ყველამ უნდა გაიგოს, რომ ვლადიმერ პუტინია ის, ვინც ალექსეი ნავალნის მოკვლის ბრძანება პირადად გასცა და მან უნდა აიღოს ამაზე პასუხისმგებლობა. იმედი მაქვს, რომ დასავლელი ლიდერები შეეცდებიან მასზე, რა შეიძლება მეტი ზეწოლა მოახდინონ და შეეცდებიან, რომ სამართლიანობა აღსრულდეს. დასავლელი ლიდერები საკუთარ განცხადებებში სამართლიანობის აღდგენას ნამდვილად ითხოვენ. ისინი რუსი ოპოზიციონერის სიკვდილზე პასუხისმგებლობას ვლადიმერ პუტინს აკისრებენ. ასეთია მაგალითად ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რომელიც წლების წინ ამბობდა, რომ კოლონიაში ნავალნის სიკვდილი რუსეთისთვის დამანგრეველი შედეგის მომტანი იქნებოდა. იცით, როგორც მილიონობით ადამიანს მთელ მსოფლიოში მე ფაქტობრივად არ მიკვირს და აღშფოთებული ვარ ახალი ამბებით ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შესახებ. ის გაბედულად დაუდგა წინ კორუფციას, ძალადობას და ყველაფერ ცუდს, რასაც პუტინის მთავრობა აკეთებდა. საპასუხოდ პუტინმა ის მოწამლა, დააპატიმრა. მას სჯიდნენ შეთითხნილი დანაშაულისთვის. ის ციხეში გააგზავნეს და იზოლაციაში ამყოფებდნენ. თუმცა ყველაფერმა ამან ის მაინც არ გააჩერა და ის მაინც ამხელდა ტყუილს. ციხეშიც კი ის სიმართლის ძლიერი ხმა იყო და ეს განსაცვიფრებელია, როდესაც ამაზე ფიქრობ. მას შეეძლო გახიზნულიყო და უსაფრთხოდ ყოფილიყო. მას შემდეგ, რაც მისი მკვლელობა სცადეს 2020 წელს. თუმცა მიუხედავად ამისა, ის დაბრუნდა რუსეთში. ის დაბრუნდა რუსეთში ისე, რომ იცოდა, რომ მას დააპატიმრებდნენ ან მოკლავდნენ კიდეც. თუ მუშაობას გააგრძელებდა. თუმცა მან ეს მაინც გააკეთა, რადგანაც მას ღრმად სწამდა საკუთარი ქვეყნის, რუსეთის. მისი გარდაცვალების შესახებ ცნობები, თუ ეს მართალია და მე არ მაქვს მიზეზი არ დავიჯერო, რომ ეს მართალი არ არის, რუსეთის ხელისუფლება საკუთარ ისტორიას მოყვება, მაგრამ არ შეცდეთ. პუტინია პასუხისმგებელი ნავალნის სიკვდილზე. პუტინის პასუხისმგებლობაზე საუბრობენ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენიც. ისინი ერთობლივ განცხადებაში მოითხოვენ, რომ რუსეთის ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ დაადგინოს ნავალნის სიკვდილთან დაკავშირებული ყველა ფაქტი. გამოძიების გამჭვირვალე გარემოში ჩატარებას ითხოვს გაერთიანებული ერების ორგანიზაციაც. გენერალური მდივანი შოკირებულია ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის ციხეში სიკვდილის შესახებ გავრცელებული ცნობით. გენერალური მდივანი უსამძიმრებს ნავალნის ოჯახს და გამოდის მოწოდებით. ჩატარდეს ნავალნის სიკვდილთან დაკავშირებული გარემოებების სრული, სანდო და გამჭვირვალე გამოძიება. ეს საკითხი ყურადღების მიღმა არ დარჩენილა არც მიუნხენის კონფერენციაზე. გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ნავალნთან ბოლოს შეხვედრა გაიხსენა, ხოლო უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვლადიმერ პუტინი ბანდიტად მოიხსენია. ნებისმიერი ადამიანის სიცოცხლეს, ვინც რუსეთში აქტიურად მუშაობს თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის, საფრთხე ემუქრება და ესაჩვენა რუსეთის ციხეში ალექსეი ნავალნის სიკვდილის შესახებ გავრცელებულმა ცნობამ. მახსოვს ჩემი საუბარი ნავალნისთან, როდესაც ის ბერლინში იმყოფებოდა. მისი მკვლელობის პირველი მცდელობის შემდეგ გამოსაჯამრთელებლად. ჩემზე ნამდვილად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მისმა სიმამაცემ და გამბედაობამ, მისი დაბრუნების გამო. როდესაც მან იცოდა, რომ პუტინის დიქტატურის პირობებში მისთვის შეიქმნებოდა სიტუაცია, რომელსაც შესაძლოა მისი სიკვდილი გამოეწვია. პუტინი კლავს ვისაც უნდა, იქნება ეს ოპოზიციის ლიდერი თუ ვინმე სხვა, ვინც მას სამიზნედ ეჩვენება. ალექსეი ნავალნის მკვლელობის შემდეგ აბსურდია პუტინის აღქმა რუსეთის სახელმწიფოს ლეგიტიმურ მეთაურად. ის არის ბანდიტი, რომელიც ინარჩუნებს ძალაუფლებას კორუფციითა და ძალადობით.
რაც შეეხება ბრიტანეთს, მათ თავიანთი მოსაზრების გასაცნობად რუსეთის საელჩოს წარმომადგენელი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. ისინი მიიჩნევენ, რომ ნავალნის მკვლელობის უკან პუტინი დგას და რომ არავის უნდა ეპარებოდეს ეჭვი რუსული სისტემის სასტიკ ბუნებაში. sapasუხოდ რუსეთის საგარეო უწყებამ გაერთიანებული სამეფოს შეფასებებს მიკერძოებული უწოდა და დასძინა, რომ ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევის მცდელობა მათთვის კატეგორიულად მიუღებელია. თავად რუსეთის პრეზიდენტი ბრალდებების მიუხედავად კომენტარს არ აკეთებს, თუმცა ისაუბრა კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა, რომელმაც მიუღებლად მიიჩნია ყველანაირი ვარაუდი კრემლის პასუხისმგებლობის შესახებ. არავითარი ინფორმაცია არ არსებობს გარდაცვალების მიზეზების შესახებ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ასეთი განცხადებები აბსოლუტურად მიუღებელია. მიმდინარე მოვლენების პარალელურად აქციები მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში მიმდინარეობს. ამერიკაში, გერმანიაში, პორტუგალიაში, ბულგარეთში, საქართველოში, მათ შორის რუსეთშიც ალექსეი ნავალნის გარდაცვალების გამო ხალხი აღშფოთებასა და მწუხარებას გამოთქვამს. თუმცა მედიაში წერენ, რომ 2 დღის განმავლობაში რუსეთის 21 ქალაქში ჩატარებულ აქციაზე 231 ადამიანი დააკავეს. გუშინ ძალიან შოკირებული ვიყავი და მივხვდი, რომ ერთადერთი რისი გაკეთებაც შემეძლო, აქ მოსვლა იყო. ძალიან მწუხვარ მის და ჩვენი ქვეყნის გამო, ქვეყანა იღუპება ამ სულელური ომით. რისთვისაა საჭირო, ვის ჭირდება, საკუთარ ხალხს კლავენ, უცხოელებს, ბავშვებს, მეშინია. რუსეთის მომავლის აღარ მჯერა. 83 წლის ვარ და არაფერი მინახავს. მეჩვენება, რომ ახლა უარესია, ვიდრე სტალინის დროს. რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი სასჯელახსრულების დაწესებულებაში გარდაიცვალა. ის 2021 წელს დააკავეს გერმანიიდან რუსეთში დაბრუნების შემდეგ, სადაც მას საწამლავით მკვლელობის გამო მკურნალობდნენ. ნავალნი თავდაპირველად ვლადიმირის რეგიონში იხდიდა სასჯელს, მაგრამ გასული წლის ბოლოს ის სპეციალური რეჟიმის სასჯელახსრულების კოლონიაში გადაიყვანეს, რომელიც ციმბირის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს. როგორც რუსეთში განმარტავენ, გარდაცვალების ზუსტი მიზეზების დასადგენად კვლევები მიმდინარეობს, რომელიც ვარაუდოდ მომავალ კვირას გახდება ცნობილი. ნავალნის ოჯახს სასჯელახსრულების კოლონიაში განუცხადეს, რომ რუსი ოპოზიციონერი უეცარის სიკვდილის სინდრომით გარდაიცვალა და ოჯახს ცხედარს გამოძიების დასრულებამდე ვერ გადასცემენ.